დღეს განვიხილავთ იმ პარაზიტებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხოველები ზომბებად აქციონ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გონია, რომ სიცოცხლე კონტროლს ექვემდებარება. ცხოველი მოძრაობს, ჭამს, ცხოვრობს საკუთარი ნებით, მაგრამ ბუნებაში არსებობს რაღაც სრულიად სხვა. არსებობენ პარაზიტები და სოკოები, რომლებიც არ კლავენ მაშინვე. ისინი იპყრობენ სხეულს და შემდეგ იწყებენ ყველაზე საშიშს, მის კონტროლს. სოკო, რომელიც ქმნის ზომბ ჭიანჭველას. ყველაფერი იწყება მაშინ, როცა სპორა ეცემა ჭიანჭველას სხეულზე. ის შედის შიგნით და იწყებს გავრცელებას. პირველი დღეები თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ნელ-ნელა სოკო აღწევს ნერვულ სისტემაში. და სწორედ აქ იწყება ყველაფერის საშიში. ჭიანჭველა აღარ ფიქრობს როგორც ადრე. ის ტოვებს კოლონიას, მიდის მარტო და ადის მაღალ ხეზე, იდეალურ ადგილას. შემდეგ ხდება უცნაური რამ. ის მყარად კმენს ფოთოლს და ვეღარ უშვებს მას. მალე ჭიანჭველა კვდება და მის სხეულიდან სოკო იზრდება, რომელიც ახალ სპორებს ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ სოკო იყენებს ცხოველს, როგორც ცოცხალ ტრანსპორტს. ჭია, რომელიც თვითმკვლელობას აიძულებს. ეს პარაზიტი იწყებს ცხოვრებას წყალში. მისი ლარვა ხვდება მწერში, მაგალითად კალიაში. იქ იზრდება და საბოლოოდ იკავებს თითქოს მთელ სხეულს. მაგრამ მას ერთი პრობლემა აქვს. რეპროდუქციისათვის წყალია საჭირო და სწორედ აქ იწყება კონტროლი. დაინფიცირებული მწერი კარგავს ნორმალურ ქცევას, ხდება მოუსვენარი და იწყებს წყლისაკენ სვლას. საბოლოოდ ის პირდაპირ ხტება წყალში და იმ მომენტში ჭია გამოდის მისი სხეულიდან. მწერი ფაქტიურად თვითმკვლელობას აღასრულებს, მაგრამ ეს მისი ნება არ არის. შემდეგი არის თვალში მცხოვრები პარაზიტი. ეს ისტორია კიდევ უფრო უცნაურია. პარაზიტი ხვდება ლოკოკინაში და ის იწყებს მის შიგნით ზრდას, მაგრამ ის არ იმალება სადმე ხრმად. ის მიდის პირდაპირ ლოკოკინის თვალებში და იქ ქმნის ნათელ ფორმებს, მწვანე და ყვითელ გველებს. რატომ? იმიტომ, რომ ფრინველებმა დაინახონ. ფრინველი ფიქრობს, რომ ეს საკვებია და ჭამს ლოკოკინას თვალს. შემდეგ პარაზიტი გადადის ფრინველში და ციკლი გრძელდება. შემდეგი არის ცოცხალი ენის შემცვლელი პარაზიტი. ეს პარაზიტი შედის თევზის პირში და აკეთებს რაღაც წარმოუდგენელს. ის ჭამს თევზის ენას, მაგრამ შემდეგ არ ტოვებს სიცარიელეს. ის თვითონ იკავებს ენის ადგილს. თევზი აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივად, ჭამს, ცურავს, მაგრამ ის ენად უკვე პარაზიტი მუშაობს. ეს არ არის ერთადერთი ცნობილი შემთხვევა, სადაც პარაზიტი ორგანოს ცვლის. შემდეგი არის პარაზიტი, რომელიც შიშს აქრობს. ეს პარაზიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიშია. ის ხვდება თაგვში და ცვლის მის ტვინს. თაგვი, რომელიც ადრე კატას ზერიდებოდა, ხდება სრულიად უშიშარი და ზოგჯერ პირდაპირ მიდის კატასთან. ზუსტად ეგ არის პარაზიტის მიზანი, კატაში მოხვედრა, სადაც ის გამრავლდება. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, შეიძლება თუ არა ის ადამიანზეც მოქმედებდეს. ჩვენ ვხედავთ ბუნებას როგორც სუფთა სისტემას, მაგრამ რეალურად ის არის ბრძოლის ველი, სადაც ზოგი ორგანიზმი სხვა ორგანიზმს შიგნიდან აკონტროლებს და ყველაზე საშიში ნაწილი, ეს ყველაფერი რეალურია და შეიძლება ჩვენც უფრო მოწყვლადები ვიყოთ, ვიდრე გვგონია.